თუ სიგარეტს როგორ წოვკე რა ეწევი? დავედით. დავინახე ახლა. უი. აურა, კაი ამინდი კოქშენ შეხედავს. ისე თქვა ცუდ ხასიათსევა რომ მადლობა თქვი შესმაქარს ციყვიშ მაინც შეძვრა. ეტა რას გერჩის იოანე? მე არაფერს დავით. სულ რატო წოვს კერა და ეწევი სიგარეტს იოანე? რა ხდება? რას ნერვიულობ ხამდე? ნერვიანა. ხელში დავინახე. ეხლა შენ რომ დაგინახე უნდა მოვწიო ისევ. ისევ უნდა მოვწიო. დაგინახე და როგორ არ მაგაზე ხატს. ვერ გაგიკეთა. შედა რა ჭამო არ ვიცი. და ძალიან დავიხვალე. აღარაფერს თავი აღარ მაქვს. იმდენი ჩანთები მაქვს, რატო არ ვიკეთებ ამ ჩანთებს არ ვიცი. სასენოთ რომ გამოვდივარ. რო ჩავდეში ნორმალურად ყველაფერი. აი ვიცი. ჰელო, ჯორჯ. ჯორჯ რანათელში ხარ? დღეა ჩემთან დღე. Bonsoir madame. Comment are you baby? Bonsoir Janus. ჯანემ. ძალიან დავიყალე მეგობრებო. ვი 1,7500 ნაბიჯი გავიარე ალბათ. Bez moi très fort. ატეხილი ხარ ჯორჯ. ახტე ბაბა ამერიკას როგორ შეეგუე. გადასარევად. ასე მგონი აქ დავიბადე. ასე მგონი აქ დავიბადე, მართალი გითხრა. წავლენ ერთი წელი. იოანესაც უნდა ჩამოსვლა. წავლენ ერთი წელი ამერიკაში აქ დავიბადე, ესე მგონია და ეს ქართულს რო აურევენ ინგლისურში, აი ეკითხება. ერთი რომელი სიტყვა აურია ერთ ინგლისურში, ინგლისურად. რატო მიიღე შენ თავზე? ზოგადად საუბრობ. არა, მე ვსაუბრობდი და ერთი წელი წავედი. ქემიაზე გამოვთქვი, ანუ აქ შენთან სტუმრად არ ვართ, ანუ სელენასთან ვართ სტუმრად და ამიტომ ასე მგონი აქ დავიბადე მეთქი და ესე ლაპარა რაღაცა დაიწყო. ხო, ანუ რა, მაინც გამახსენდა რო თქვი. დედა რა საყურებელმა მიჩმა გავხსნა ბოლოს. მაგას მიეცი მამორი. Привет, дай Марго. ბავშვებო ტელეფონი მაქვს დამჯდარი და ება გამეთიშო. Français. Oui. სელე, ფრანგულს სწავლობ შენ თუ ფაენას ამის ბანდ, რომელ მხარეს ხარ? ფრანგული, ჩემო კარგო, მაგრამ ო ლა ლა ლა. გასაგრძელებელი მაქვს. შორის მე არ გამიჭირდა ფრანგულის სწავლა. საკმაოდ უფრო ადვილი აღმოჩნდა ვიდრე ინგლისური. უი, დედა. მე იმიტომ რომ ანუ ფრანგულს სწავლობდი პრაქტიკაში, ანუ. ფრანგი შეყარებული მყავდა ერთი წელი და ფრანგმა შეყარებულმა მასწავლა პრაქტიკაში. ანუ შენ იმის დროს ისწავლე. პირდაპირ ლოგინში ვისწავლე ჩემო. ლოგინში ისწავლე. აი მეგობრებო, გავჩიშო მე ლაივ. ხოდა მაღაზიაში უნდა შევდე რაღაცა ვიყიდო ბარაკს და გამეშოს. სამშვიდობოს აღარ არის ნერვიულად. და მე თვითონ შემოვიდი. შენი. მა ბიჭობიდან ასე მქონდა. ახლობ, ნუ თლად ასეც არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცვლი ხმას. იმიტომ რომ არ შემიძლია, რავი. არც მივარჯიში არასდროს და ოპერაციას აკეთებენ მაგას ხოთაშორს. კარგად თამაში როგორ ახარ მუშაობ, ზელიჯერ არ ერთვანს კიდევ ეს ანახე ახლა სილარემში ძალიან ლამაზია, თავი ვერ შევიკავე, თვალს ვერ წყვეტდიო. კი, ლამაზი გოგო არის, ტესა. მადლობა თამო, მე არ ყავს ანახე ოღონ არასდროს. საქართველოში რო ვიყავი, ბევრი ტრანსგენდერ ქალს არ ვიცნობდი. ნუ რამდენიმე ვიცი, მაგრამ ყველა არ ვიცი, არ მინახია.
არ გვაქვს ჩვენ რაღაცა ის ძალიან ახლობლური ურთიერთობა ერთმანეთში, აი როგორც თურქეთში იციან ისე. თურქეთში თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, იკრიბებიან, რაღაცა ჩვენთან არ იყო იმდენად. სელე ოპერაციის შემდეგ სხვანაირ ხმალებ და სხვანაირ საუბრობთ მეჩვენება. არ ვიცი ჩემო კარგო. გლანდების ოპერაცია ხმას არაფერს არ უშვება. მასოლები ჭიშკებს მეტი იქნებოდა კესოთა შორის მადლობა თამასელი და ჩემო თქოსანი ორდერმა ადრე დაბლოკაცია არაფერ დაუწერიაო. აი ჩემო კარგო ვინ ნახავს ახლა რანაირად ნახავსა და არ დაბლოკილი. ძალიან კარგი და მე ხარ, გაიხარ. თურქეთს ყავთ ჰომოფობები? კი, ჰომოფობები, ტრანსფობები არიან. ბევრი. მაგრამ ის რა არის იქ მიღებული არის უბნები, სადაც როგორც საქართველოში არის ახლა მაგალითად ვაკე, საბურთალო და დიდი დიღომი. მანდ არიან ძირითადად ტრანსგენდერი ქალები და გაწყდნენ ერთ დღეს შეკრება კი ზელდა არის მაგათი პრეზიდენტი მეგობრებო. აუ რა ცუდი არა და შეძლებს ლუყურებდა. ჩემო კარგო აქ არ მიდევს მესაც ვიდეოები სხვა TikTok-ზე ვიდეოები. სელი რატო არ დარჩი თურქეთშიო? რატო არ მომწყდა ფეხი რომ მოვდიოდ საქართველოში? არ ვიცი რატო არ დავჩი. როგორ არ ვიცი მან. მადლობა ქალისმონე. აი ეგ არ მომწონს მეკითხეთ, მან უნდა იცავდეთ. მეცი რა არის? მგონია კი რა გაჭირების დროს დარწმუნებული ვარ ბევრი დავიცავთ კიდევაც ერთმანეთს, მაგრამ ეხა რავი უფლება გვაქვს არ მოგწონდეს ხო ადამიანი რა მშობა ტრანსგენდერი იქნება თუ სისგენდერი თუ შმანსგენდერი ანუ ეგ არის ტრანსგენდერი გენდერული იდენტობა უბრალოდ ადამიანის ну რა თქმა უნდა უფრო უნდა გვეცოდებოდეს ერთმანეთი გვერდში უნდა ვუდგეთ რაღაცა უფრო უნდა ვინდობდეთ ერთმანეთს მაგრამ ხო ყველა ხوار მოგეწონება კონკურენცია მიდის სასწაულიო. იცი რა არის ხა კონკურენცია შეიძლება მიდიოდეს სექს მუშაკებს შორის, მაგრამ ხა არიან საქართველოს ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც არიან სექს მუშაკები. სელე ის ადამიანია, ვინც ბევრ ადამიანს შეცდომა ტრანსების აზრით და ზიზღი გავა. იცი რა არის? არ ვფიქრობ მე რა უნდა მომეხდინა. უბრალოდ სხვანაირი კუთხით დავანახე ალბათ, ხო ჩვენი თავი, ესე ვფიქრობ. სულ სხვა კუთხით დავანახე ჩვენი თავი. სელე მიყვარხარ ძალიან. გაიხარ ჩემო კარგო. თორე რა ვეხა ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც დადებითი ზეგავლენა მოვახდინო LGBT ადამიანებზე და სწორი კუთხით დავანახო ის ხალხს ისინი ხალხს გადაკეთებული ხო უიგო ახლა ვარ შვიდი თუ არა ხანდახან ჭკვიდან რომ ჭრიან ტყნავი ვარ სილამაზეში ეჯიბრებიან ერთმანეთს და ერთმანეთს ბევრ შურს რაც მოწგეითო ეგ არის ჩემო კარგო ნანუკა კაცების ბრალი ხალხის ბრალი არის ეგეც ხალხის ბრალი არის იცი რატო არ უყვარდათ იცი კესარია ღმერთმა აცხადოს ბევრ ტრანსგენდერ ქალს დღეს ღვთისმშობლის გადაცემას მოусმინე მისას არ მქონდა მონასმენი იმ ბიჭთან რო იყო რაღაცეებს რო ჭამენ მე მგონი იქ ამბობს რომ მე ძალიან ბევრ ამას ვაკეთებდიო მაგრამ მაინც სხვანაირად გაიგენო და სხვანაირად ჩემომიბრუნენო ტრანსგენდერ ქალებზე ამბობს. კი ვიცი მახსოვს მე ძალიან ბევრ ამას აბრალებდნენ. იცი რა არის? რატო აკეთებდნენ ამას? იმიტომ რომ
ყოველთვის ადარებდნენ მას. და ამიტომ ჰქონდათ მის მიმართ ზოგიერთს ეს რაღაც ზიზღი და ისედაც იციან კაცებმა განსაკუთრებით ადარებენ ერთმანეთს ტრანსგენდერ ქალებს, აი მაგალითად იმას რა კაი საჯდომია, შენ არ აპირებ გაკეთებას, ის რა ლამაზი არის სახეზე, შენ იკეთებ, არ იკეთებ მაგ ოპერაციას, ის რა ქალური არის, ის რა ისეთი არის, ისეთი არის და მე ალბათ უფუჭდება ადამიანს ფსიქიკა და უჩნდება სხვების მიმართ ის რაღაც ცოტა ზიზღის გრძნობა და შურის მომენტი. რომ ესე იგი ის იმაზე უკეთესად მიაჩნიათ. ხო და არ შეიძლება კაცო ეგრე, იცი რა არის? რაც არ უნდა გაიკეთო თუკი პლასტიკური ოპერაციები, თუკი შენი ფიზიკური მონაცემები არ გიწყობს ხელს, შეიძლება არ გამოვიდეს, ხვდები? აი შეიძლება მართლა გაიკეთო ცხვირიც, სახის ფემინიზაციას, გადაჭიმვებიც, გადმოჭიმვებიც და არ გამოვიდეს ისეთი შენ სახეზე, როგორიც გინდოდა. ხო და რა ვიცი, ამის გამო არ უნდა გაბოროტდე ადამიანი, იმიტომ რომ როცა არ გამოდის ეს არავის ბრალი არ არის, ხვდები? ვერავის ვერ დააბრალებ. და უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის, ხო? ან გააგრძელო ოპერაციების გაკეთება. ბევრი ტრანსგენდერი ქალი ახლა თურქეთში ვისაც დიდი სახეები ჰქონდათ, პირდაპირ ეს უხეშად რო თქვა, იქლიბავენ სახეს ერთხელ კი არა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერაც კი შედიან ოპერაციაზე, რომ ეს ძვლები ყველაფერი დაიპატარაონ და პატარა, ესე იგი, ბარბის სახე ჰქონდეთ. ხო და ამას ხო რამდენი ფული უნდა, ამდენი დრო, ამდენი ენერგია, ამდენი ტკივილის გადატანა. აი ბელგიაში, ახლა მე მაგალითად ბელგიელი ტრანსგენდერი ქალი, ვინც შემხვედრია, არცეც არ აქვს ცხვირი გაკეთებული და ტუჩი. მე არ შემხვედრია მეგობრებო ქუჩაში ყოველ შემთხვევაში. აი არ შემხვედრია გეფცებით, აი ყოეთყობა ხგაც რომ ბელგიელი არის, რაღაცა ხო თეთრი, ისეთი. აი არ შემხვედრია, ცხვირიც არ აქვს გაკეთებული. და ერთი შემხვდა, ისა ხელზე ჩემხელა თმები ქონდა. რო შეხედავდი, გოგოს სახე ქონდა. მაგრამ ეთყობოდა ეხა მე ყოველ შევატყო რომ ტრანსგენდერი ქალი იყო. იმიტომ რომ აი ესე ამაც სხვანაირი ფსიქიკა აქვს, ესენი სხვანაირი მენტალიტეტით არიან გაზრდილები და იმაზე რასაც ჩვენ ფიქრობთ, ესენი არ ფიქრობენ. აქ ქალებიც ეგრე არიან, აქ თუ იმეს ნახავთ გაპრანჭულს, არის უცხოელი. ან ლათინო არის, ან რა ვიცი ისეთი ვინმე. ამათ იშვიათად ნახო, მე თავიდან ახალჩამსული ვიყო, სულ მაგერს ვიკეთებდი. ახლა აღარ ვიკეთებ, რატო აღარ ვიკეთებ? იცით, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენთ, შედიხარ ავტობუსში ან მეტროში და შენ გიგეთია მარტო მაგიაჟი. სხვას რა ვზარო გეთია მაგიაჟი. შენ ხარ, ჩანხარ, რა ვიცი, უკანასკნელი მასავით, რა ქვია, პუტანკასავით, დეკოლტეებს აღარ ვიცნე უკვე. იმიტომ რომ უკვე სისადავე, უფრო ცოტა ერთ-ერთი სტუმარი მყავდა საქართველოდან და ერთი კაი 7 დღე იყო და ასე თქვა რომ ვაიმე, აქ რომ მე გავჩერდეო, ესე იგი, აი საერთოდო ალბათო, რავი, საერთოდ თავს აღარ შევხედავო, აღარ მოვუვლიო, იმიტომ რომ ანუ არავის არ აინტერესებს, ხვდები? აი არავინ არ გეკითხება აუ რა მაგარი ბოტასი გაცვია, სად იყიდი, აუ რა კაი პალტო გაცვია, მონტი გაცვია, აუ რა მაგარი კაბა გაცვია, ვაიმე რა კაი ტუჩის ეს რა ქვია, ტუჩსაცხი გისვია, სად იყიდე, რა ნომერი არის, ნომერი არავის არ აინტერესებს, ან რას უნდა მოგასხია, ვაიმე რას არ აინტერესებთ, ხვდები? არ აინტერესებთ.
ფეხებზე გიგიათ, აი, გეფიცებთ ავტობუსში რო შეხვალ რავი სადაც წახვიდე, ნებისმიერ ადამიანს აცვია ორიგინალი Adidas-ის ბოტასები, რა ვიცი 150 ევროიანი ბოტასები, 200 ევროიანი ბოტასები, თითქმის ყველას აცვია. აი, რითი უნდა გააკვირო? მითხარით რა უნდა ჩაიცვა, რომ ვიღაცამ გამოგხედოს ჩაცმულობის გამო, რა აუ რამას რა აცვია. არც არა. ჩემს როლებს ზაგრებენ და ჩემსავით მე ანგე Calvin Klein-ის ქვედაბოლოები მაქვს ნაყიდი და რაც ბოდეები რა თმინდოდა ეხა შე როდის იყო მე ამ მორჯღვარკულ ფეხებზე მოკლე კაბას ვიცმევდი მაგრამ არა ეს 70%-იანი ფასდაკლება იყო და უნდა მეყიდა თან ლამაზი არის უნდა მეყიდა ესე რა თქმა რო ის იყო მე მოკლე კაბას ვიცმევდი ამ მოყვარჯღულ ფეხებზე არა ისე ადრე კი ვიცმევდი თურქეთში მაშინ არ მქონდა მოყვარჯღული და ახლა მე მეყვარჯღრას სიკვდილდე მე და კარიცი თელს საქართველოს ტაცილს ყიდულობთო რას უნდა ვიყიდო მიყრიან ძმია ვაფშე ზოგიერთი უცმელია ფიქრობ ხარ გავყიდო იმაზე რა ქვია ჩანდაჟი მე ვთხარი 300 ევრო გადაიხადე კეტებში თქო რაღაცა არის აქ საიტი სადაც ყიდი რაღაცეებს თქო რაღაცები და საშიად შეიძლება მე არ მიყვარს საკითხებზე გასვლა მე ზალანდოდან ვიწერ ხოლმე ძალიან კაი ფასდაკლებები არის მანდ კაი რაღაცები მაქვს მანდ ნაყიდე თან ზოგიერთი მართლა წლებია რომ აქვს ისეთი ხარისხიანები არის Adidas-ის კურტკა მაქვს 170 ევროიანი ვიყიდე სადღაც 60 ევროში მე მგონი და რამდენჯერ ხამი რო ვარ სულ პალტოს ვიცმევ მაინც ეს კურტკა მეცვა 1-3-4 ჯერ ალბათ ხო და მაგას გავყიდი 50 ევროში ესე ჩეხლა ყოლა სულ ჩუბი არა ჩემია საქართველოში ხო საქართველოში ძალიან უყვარდი ესენი რა ქვია ბრენდული ტანსაცმელების ხოთაშორი ამდე ჯობია შოურუმ პრაიმი დარეგისტრირების სასწაული აუთლეტია ჩემო კარგო ახლა მაქანი მახარჯია ფულები ცხოვრებაშია დადე მე ჩემო კარგო ის რა ქვია ვიდეო და დაგეხმარება ხალხი ასე კომენტარებში ვინ შეგეხმარება ახლა არ სურათი შენ არ გიდევს და არაფერი ინფორმაცია შენ არ გიდევს იქნება და ვიღაცა ტიპი ხარ და ხალხს არ იცხებ ფულს იმიტომ რომ ითამაშოს სლოტებში ვინ გენდობა ასე დადე ვიდეო გადაიღე რაღაცა და ისაუბრე შენ გაჭირვებაზე და კომენტარებში ჩაწერე ანგარიშის ნომერი და დაგეხმარება ხალხი სენა ხუჭა სად დაიკარგაო ჩემო კარგო თუ უყურებ TikTok-ზე ან Instagram-ზე დებს ხოლმე სტორებს მასე რო დავდო მერე გამომაჭენებენ დახმარების თხოვნა არ არის სირცხვილი მით უმეტეს იმისთვის რომ შვილები ყავს და საჭმლის ფული არ გაქვს რა გესირცხვილება მაგ დროს ადამიანს რა ქვა უნდა გატეხო და ვიდეო უნდა გადაიღო რა უნდა ქნა რა არის მაგაში სასირცხვილო ჩემ რო შვილები ყავს და ჩემ შვილებს მოშივდეს ვიდეოსის შემწხვება და გადაზიარების არავინ არ იცის ხვალ ვინ რა დღეში აღმოჩნდება
ასელი რამე გითხარი ხოჭაზე რა ხდება? არაფერი სიახლეა, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ჩემო კარგო. შვილის გამომთებს გადავდგამ სირცხვილი არა ეს არა რატო არ გაქვს სირცხვილი დასულელი არ. საერთოდ არის სირცხვილი. ემშავე და გექნება. ფეხები მაჩვენე. ილანძღები მიჩენია პირადში მიწერო. მასე ჩემო კარგო ვინ დაგეხმარება აბა მითხარი. შემოსულები არიან ტიპები ითხოვენ მასე ფულს და სლოტებში თამაშობენ. ვინ გენდობა მას? გააფირისტებული არის ხალხი უკვე. ხალხმა აღარ იცის რა ქნას, რანაირად იშოვოს ფული, რა მოიმოქმედოს, რა გააკეთონ არ იცი. კი არ ვამტყუნებ, არავის არ ვამტყუნებ მართლა, იმიტომ რომ ხანდახან ესე იგი ადამიანი გამწარებული რო ხარ, რო არ გაქვს არაფერი, ხო? აი ფიქრობ რა გააკეთო. რა გააკეთო? რით იშოვო ფული? ამიტომ არის მე როდგებიან ცუდ გზაზე ქალები და კაცებიც. ქალები თუ იწყებენ ბოზობას, კაცები იწყებენ წამლის ჩადებას აქეთ და იქეთ. ვის უხარია წამლის ჩადება და გადმოდება და გადადება ან ბოზობა, ფეხების აწევა. არავის არ უხარია ჩემო კარგო. მეტი გზა რო არა აქვთ აკეთებენ. კარგად თამო ჩემო კარგო. პირველი საათი დაწყებულა. ეს დღეები არის ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე. მადლობა თამო. ერთი სული მაქვს როდის მოვა 1 ნოემბერი რო გავიდი სამსახურში და დავიღალო, ხდებით, აი დავიღალო, მინდა რომ დავიღალო მუშაობით რომ თავი აღარ მქონდეს სისულელეებზე ფიქრის. რო სისულელეებზე ვიფიქრო, არ მინდა. 1 ნოემბერს ვიწყებ ჩემო კარგო. ასე ოქტომბერში უნდა დამოწყო, მაგრამ გადამიწიან ერთი თვით. მუშაობას რო დავიწყებ სარი რა ქვია დიაჩემი შემოყანაც მინდა აქეთ იმედია ჩამოვა ბებია ჩემი კიდე ცუდად არის ესე იგი წელზე აქ ტომოგრაფია გადასაღები ესე იგი 500 ლარი ჭირდება დაფინანს გავგიჟდი ხალ აი ასე აქ მეგობრებო ხო რომ მიხვიდეთ რაც არ უნდა დაგჭირდეს აი მინიმალურ თანხას გახდევიებენ ნებისმიერ რამეზე, როდესაც შენი შემოსავალი არის დაბალი. ახარ სოციალურად დაუცველი. და საქართველოში მაგ პროგრამით, ესე იგი, ჭდება 500 ლარი მის გადაღება, რა ქვია, შროც გადაღება და ეხლა რა ვერ უნდა იშოვოს ეგ ფული, რა თქმა უნდა, მე უნდა ვიშოვო. არც ამადლი კაცო ბებიაჩას იმდენი მისა აქ ჩემზე გაკეთებული აი იმდენი რამე აქ გაკეთებული 500 კი არა 5 მილიონი რო დავხარჯო მის გამო მის ვალს ვერასდროს ვერ გადავიხდი მაგრამ რთული არის რო არ მუშაობ ადამიანი რა უნდა გააკეთო აი გეუბნებიან რომ აი 500 ლარი არის საჭირო საიდან მოიტანო 500 ლარი საიდან მოიტანო რა უნდა გააკეთო შე როგორ ხარ გეტყობა რომ ცუდ ხასიათზე ხარ არა მიშო ჩემ არა ვარ ცუდ ხასიათზე ცუდ ხასიათზე რო ვდგები ვიხსენებ იმ პერიოდს გლანდების ოპერაცია რო გავიკეთე ასე უცებ პრობლემებში რო აღმოჩნდები ხო გავიხსენებ აბა გაიხსენე გლანდების ოპერაციის მერე რა ტკივილები გადაიტანე და რო ვიხსნებ მათ დღეს რომელიც იყო ჯოჯოხეთური და იმ სიტყვებს რო ვიხსნებ რომელსაც ვიმეორებდი გულში იმიტომ რომ ხმას ვერ ვიღებდი რომ
ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. ოღონდ ჯამთ გამომაჯამრთელოს ღმერთმა და აღარაფერზე აღარ ვიწუწუნებ. აი მაგ სიტყვებს რო ვიხსნებ, მე მშვიდდები. ღმერთმა ჯანმრთელობა მომცეს, დანარჩენს 500 კი არა არ დაჭირდეს ადამიანი 500,000 იშოვის. ეს ელექტროსიკარეტები მანდ რა ღირსო? ეს ღირს ჩემო კარგო 2 ცალი 10 евро. და უკვე დღეში ვეწევი, ხო, დღეში 10 евро რა. მაგრამ უკვე თლად ბოლომდე არ მაქვს სიგარეტის მოწევის სრული გამქრალი. მაგრამ ცოტა არის დარჩენილი. სიგარეტის სრულს ბოლომდე რომ გავიქრობ, მე ამასაც გადავაგდებ. ჩაიხა გლანდები ამდენი პირში აღებით, რაც ამას ყლე მოხდა პირშიო. ჩემო კარგო, შენ ისეთი გამოცდილის საუბრობ, როგორც ჩანს, ჩაქხიან შენ გლანდებში. საშინელება როდის გაიგეთე ოპერაცია, მანდ გაიგეთე თებერვალში გავიგეთე ოპერაცია. საშინელება იყო ჯოჯოხეთი გავიარე მე, ვიცი. ჯოჯოხეთი გავიარე 10 დღე. სიგარეტს ნადანევ თავი ჩემო კარგო, წამალს ქვია ტაბექსი. იყიდება აფთიაქებში საქართველოში ღირს 70 ლარი ერთი კურსი. ტაბექსი უნდა დაიწყო დალევა 4 დღის დალევა რო დაიწყო დალევას 4 დღე შეგიძლია სიგარეტი მოწიო და მე უნდა დაანებო თავი. მე შეგიძლია იყიდო ვეიპი, მაგალითად თუ ვერ ძლებ იყიდე ვეიპი მის გარეშე, ნიკოტინის გარეშე და ხანდახან გააბოლებ ხოლმე. არ მიშველა მე მაგანო. ტაბექსმა ვეიპი მიაშველე? აბა სცადე ასე და ნახე თუ არ გიშველეს. ოღონ ფსიქოლოგიურად უნდა იყო მომზადებული. დაღლილი უნდა იყო, მე ძალიან დაღლილი ვიყავი ამ სიგარეტის იმით, რა ქვია, ყიდვით მართლა. მე მეორე იცი რა არის? რო შეამჩნევ შენ თავს, რომ სეხელზე სუნი აღარ გაქვს, თმებზე სუნი არ გაქვს, ტანსაცმელზე სუნი არ გაქვს, სახლში რო შემოდიხარ სუნი აღარ დგას, ყველაფერს კაი სუნი აქვს. თმას მე ყოველ დღე ვიბანდა, ისეთი კაი სუნი აქვს ხოლმე, მეორე დღესაც მენანება დაბანა. მაგრამ ამაში თხელი რომ აქვს თმები, მალე მიცხმიანდება და დავიბანო უეჭველი ყოველ დღე. მეც დავიღალე მძულს უკვე რო ეწევ, მაგრამ ვეღანებო ხა. თუ მოინდომებს ეგ დაანებებ 20 წელი ვეწევდი. მე სიგარეტს. ახლა ამას ვგიქინებ აგერ. სასიამოვნო არის ჩემო კარგო, მაგრამ ხო ალბათ სამომავლოდ გადავაგდებ. ალბათ რა ვიცი. ეს საშიშია ფილტვებზე. აუ. ფილტვებზე სიგარეტი უფრო საშიში არის. მან ძვირია ხო? აქ უფრო იაფიჭდება. აქ და სიგარეტი ერთ ბაჭყაღებს 10 და 50 მე რომელსაც ვიწეოდი და მე კი მე დღეში 20 евро სიგარეტი, 21 евро სიგარეტი. და ახლა მიჯდება 10 евро, ხანდახან 5 евро. ტაბექსი საქართველოდან ჩამიტანე. არა, ეგ უფრო საშია პოპკორნის ფილტვები და Google 8 евро ღირს ვეიპი. არა, ეს ღირს ეს არის ბელგიური წარმოება. და ღირს 2 ცალი 10 евро. ანუ პაჭკაში შევს 2 ცალი. ეხლა ჩემო კარგო ინდუელების მაღაზიაში თუ ყიდულობ შენ ვეიპებს და სადღაც იმებთან, მანდ ხო იქნება საშიში, მაგრამ ეს არის ბელგიის წარმოება და იყიდება მაღაზიებში.
კარგად წელი გამშვიდობის. ევროპაში რა უნდა იყიდო? რატო არ უნდა იყიდო? ყველაფერი მოწმდება აბსოლუტურად. ყოველდღიურად მარკეტებში ყველაფერი რამე ზედმეტ შეატყობენ და ეგრევე მთელ პარტიას იძახებენ. ტკბილიდან დაწყებული, რა ვიცი, ორცხობილები, ბოსტნეული პროდუქტები, ყველაფერს ამოწმებენ. სელე დაუპატიოსნების გამო დამიჭრეს დამდეგი თავდექში შენ ხომ გესმის რა ხდება მავრალებენ დაო. სენიკა რატო არ ჩანს, რა ვიცი მე რატო არ ჩანს, გათხოვდა და მაგიტო. რა ქვია ტაბექსი ხო? სუფთა ვეიპი მაგ. მე ცოტა შორის თბილისში ვიყიდე აპარატი. მაშინ მივეცი 150 ლარი, 2019 იყო მე მგონი. პეკინზე იყო მე მგონი მაღაზია თუ სადღაც ახლოს. ხო და ყელს მიწვავდა ხოლმე მომენტებში. გავაჩუქე მერე. მაგას ეცვლებოდა ის ფილტრები. კაი მეგობრებო, გვიანი არ გავედი მე, კაი იყო თქვენ საუბარი, გამშვიდობის.